და გადაცემა დავიწყოთ სტრასბურგიდან ჩართვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმყოფება. იმყოფება იმ მხრივ, რომ ფიზიკურად იმყოფება, დელეგაციის წევრი ვერ იქნება. არ მარტო იმის გამო, რომ სადეპუტატო დელეგაციის წევრი ვერ არის, რომც იყოს ქართულ დელეგაციას უბრალოდ იქ შეწყვეტილი აქვს ეს ხმის უფლება აქვს შეჩერებული მოგეხსენებათ. მასთან საუბარი სამ ძირითად თემას შეეხება. პირველ რიგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშს საქართველოზე, რომელიც სულ 1 საათის წინ დაამთავრდა და საქართველოსთან დაკავშირებით მან განცხადებები გააკეთა, შეკითხვაც დაუსვეს. მეორე, მის შეფასებას ქართული ოცნების მთავრობაში ძალოვანი მინისტრების ამ ორი გადაადგილებაზე და მესამე დაპირისპირებას ოპოზიციურ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებთან და მათზე პარტიების რეაქციებთან დაკავშირებით. აქვე აღნიშნოთ, რომ ევროპულ პოლიტიკაში განსაკუთრებით ორბანის დამარცხების შემდეგ აშკარად ჩანს ახალი, უფრო მკაფიო და პრინციპული დინამიკა. დღეს ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის 90 მილიარდიანი ევროს ესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს. ხოლო მოლდოვაში ოლიგარქ ვლადიმირ პლოხოტნიუკს 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ ფონზე კიდევ უფრო საყურადღებოა, რას ამბობს დღეს ევროპა საქართველოზე და როგორ იკითხება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა სტრასბურგიდან. სწორედ ამ შეკითხვით მივესალმები და გამოჩნდება ახლა თინა იმედია ჩვენთან არის კავშირზე. სწორედ ამ შეკითხვით მინდა დავიწყო საუბარი თინა ბოკუჩავასთან. თინა გამოჩნდება, ის არის ახლა სტრასბურგში, როგორც გითხარით, ჩვენ მასთან ვისაუბრებთ სამ საინტერესო თემაზე. აი ვხედავ უკვე თინას. თინა, იმედია გესმის ჩემი და პრინციპში ჩემი შესავალი მოისმინერა, შეგიძლია პირდაპირ ამ შემთხვევაში გაგვიზიარო შენი შტაბ-ჭრილებები ადამიანის უფლებათა კომისრის მოხსენებიდან, რომლის ნაწილი მათ შორის საქართველოსაც უკავშირდებოდა. გიორგი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. დღეს მნიშვნელოვანი განხილვა იყო პლენარულ სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის, იმდენად რამდენადაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი წარადგენდა მის წლიურ ანგარიშს, სადაც დებატის დროს ასევე ევროპელი დეპუტატები სვამდნენ კითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით. მათ შორის ძალიან გავლენიანმა პოლონელმა სენატორმა ადამ ბოდნარმა ისაუბრა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებულ ანგარიშზე და რეკომენდაციებზე, სადაც კონკრეტულად არის მოთხოვნა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარსაც მიმართა, ასე ვთქვათ, ამ მოთხოვნით, რომ ამ ინსტიტუციაში არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებაც მოხდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. იცით, რომ რა ბერკეტები შეიძლება იყოს თინა ეს? დიახ. იცით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული ოცნების დელეგაცია წარმოდგენილი აღარ არის, მას შემდეგ რაც მათი უფლებამოსილების საკითხი დადგა დღის წესრიგში იანვრის სესიაზე, ჯერ კიდევ გახსოვთ, მათ მოუწიათ, ასე ვთქვათ, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ფორმატი და ძალიან სამწუხაროა, რომ იმ დარბაზში, სადაც ოდესღაც წარმოითქვა ისტორიული სიტყვები ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს, მე ვარ ქართველი, მასშტაბსადამე ევროპელი, დღეს საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარმოდგენილი არ არის, თუმცა ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა იმის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეროვნული და ევროპული ინტერესები. თინა, ვიმეორებ ჩემს შეკითხვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისრის მოხსენებაში საქართველოს ფიგურირებდა. შენს თქვენს აუდიტორიას, ჩვენს აუდიტორიას აინტერესებს, რასში შეიძლება, რა პრაქტიკულ ნაბიჯებს შეიძლება გადაითარგმნოს ეს? ანუ კვლავ უბრალოდ შეშფოთებების წყებას მიუყვებით, რომელიც შეიძლება ყურსი ემოვნებდეს, მაგრამ რეალურად არაფერს სულიდეს თუ რა მექანიზმებია ისეთი, რომელიც იქნება გამოყენებული შემდეგ პროცედურულ ეტაპებზე?
დიახ, თქვენ იცით რომ მაიკლ ოპლაჰერტი, ანუ ადამიანის უფლებათა კომისარი იმყოფებოდა მათ შორის თბილისში 14-15 აპრილს და შესაბამისად ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს, დაყრდნობილია კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც მან შეაგროვა. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ პლენარულ განხილვასთან ერთად გუშინ ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე წარსდგა დახურულ სხდომაზე, გაერთიანებულ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის და მონიტორინგის კომიტეტის აქ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ეს ორი არის წამყვანი კომიტეტი, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტი იყო ის კომიტეტი, რომელმაც განიხილა რუსული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი, ანუ ეს არის საკვანძო წამყვანი კომიტეტი და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დახურული სხდომა და შესაბამისად საჯაროდ, ასე ვთქვათ, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე. ერთი რაც ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ადამიანი მოწადინებულია, რომ მოხდეს შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმით შესწავლა. ახლა ეს რას ნიშნავს ევროსაბჭოს კონტექსტში, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ. ისევე როგორც EUTOS ჰქონდა მოსკოვის მექანიზმის ბერკეტი, რომელიც მის ხელთ არსებული ყველაზე მძიმე მექანიზმია, რომელსაც უკიდურეს შემთხვევებში იყენებს და სულ რამდენჯერმეა გამოყენებული ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც არის რუსეთი და ბელორუსი და ახლა უკვე საქართველო. და სადაც იცით, რომ შემდგომ დასკვნებში არის ისეთი რეკომენდაციები, როგორიც არის მაგალითად ქვეყნების მხრიდან ეგრეთ წოდებული უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიას მაგალითად შეუძლია ივანიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი თავისსავე სასამართლოში დააყენოს, მაშინ როდესაც ქვეყანაში საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს, სადაც საუბარია ასევე მაგალითად ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე, სადაც ვიცით, რომ არაერთი ტირანი და საერთაშორისო დამნაშავე და დიქტატორი გასამართლებულა, ასეთივე მსგავსი ბერკეტი, ასეთივე მსგავსი მექანიზმი არსებობს ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციაში 52 მუხლის სახით, რომლის გამოყენების შესაძლებლობა აქვს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და აქ საუბარია სწორედ იმაზე, რომ მათ შორის ადამიანის უფლებათა კომისარმა ან მინისტრთა კომიტეტმა და მინისტრთა კომიტეტზე ამგვარი მიმართვა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ უკვე იყო ერთ-ერთი ევროპელი, კონკრეტულად კი შვედი დეპუტატის მხრიდან, სწორედ მოხდეს ამ 52 მუხლის გამოყენება, რაც რას ნიშნავს ხო პრაქტიკულად? ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის მექანიზმთან ერთად ახლა უკვე შეიძლება გაჩნდეს მეორე მექანიზმი, უკვე ევროსაბჭოს ხელთ არსებული, რომელიც მსგავს საგამოძიებო მექანიზმს ამოქმედებს და ეს ყველაფერი ბუნებრივია, შემდგომ დასრულდება სასამართლო პროცესებით. იქნება ეს ჰააგა, იქნება ეს სტრასბურგი და იცით რომ ადამიანის უფლებათა ხო, აი თინა რომ გავმარტოთ, ეს მხოლოდ სანქციები არ დასრულდება, თქვენ ამაზე საუბრობთ, მაყურებელმა რო კიდე უკეთესად გაიგოს, ეს არ არის მარტო პოლიტიკური აქტი და წინაპირობები, აი დღეს დრო არ გექნებოდათ, მაგრამ კალაძის მორიგი ბრილიანტები რო თუ მარგალიტები მოგესმინათ და კალაძემ თქვა რომ ნუ კაიო, მე რამდენი რა სანქციები შეიძლება იყოსო. სანქციებზე აღარ არის ლაპარაკი. საუბარია საერთაშორისო გამოძიებებზე, რომელზეც სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს ინდივიდუალურად ამ პირებთან, გადაწყვეტილების მიმღებ და შემსრულებელ პირებთან მიმართებაში და ისრაელს ახლა თქვენ საუბრობთ, არის უკვე ევროპის საბჭოს მექანიზმი ამ მიმართულებით პარალელურად მოსკოვის მექანიზმისა. ბარემ შეკითხვას დაგისვავ და განავითარებთ ამ თემას. აქაურ სიტუაციასთან მიმართებაში, აი ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოში მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ, რომ პირი რომელიც სანქცირებულია ზუსტად ამ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო, ანუ ბატონი თამაზაშვილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო, დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ანუ იმ სტრუქტურის ხელმძღვანელად, რომელიც კონსტიტუციურად ერთ-ერთი მთავარი ორგანოა ქვეყანაში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი. რა სიგნალად იქნება ეს აღქმული ევროპაში და რატო გააკეთა ეს თქვენი აზრით ივანიშვილმა დღეს საქართველოში ამ სამთავრობო გადაადგილებებზეც იქნება თქვენი აზრი საინტერესო. ეს სამთავრობო გადაადგილებები ხა არსებითად ჩვენთვის საქართველოსთვის ბუნებრივი არაფერს ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ ამ საკადრო კარუსელს მაინც ივანიშვილი ატრიალებს და რომელ პაიკს
გამოიყენებს ეს ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, არსებითი განხილვის თემა და საკითხი ნამდვილად არ უნდა გახდეს ის, რომ სანქცირებული პირი დააწინაურა ჩემი აზრით მათ შორის იმაზე მეტყოლებს, რომ უბრალოდ საკადრო რესურსი ამოეწურა ივანიშვილს, იმიტომ რომ ზონდერებიც კი რაღაც ამოწურვადი რესურსია, ხო, ვინც ფულის გამო, თანამდებობის გამო ყველაფერზე მიდის, ასეთი ადამიანების რიცხვიც შეზღუდულია მაშინ, როდესაც მათ იციან რა ფასის გადახდა მოუწევთ ამის გამო. რომ შესაძლოა, როგორც ეს პირი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ან გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქციროს, ან ესტონეთმა და ლიეტუვამ თავის ქვეყანაში არ შეუშვას და ხვალდაზე შესაძლოა საფრანგეთმა, გერმანიამ, ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო? ანუ ძალიან კარგად ესმით ამ პაიკებსაც, რომ ივანიშვილი მათ ნებისმიერ მომენტში გაწირავს და როდესაც გაწირავს მათ ივანიშვილი, მოუწევთ წასვლა ან ციხეში, ან როგორც მინიმუმ საქართველოში დარჩენა მოძალაბდებად, მწვალებლებად, წამებლებად, იმიტომ რომ მთელ საზოგადოებას ეცოდინება რეალურად ვის და რას ემსახურებოდნენ ისინი და მათ უბრალოდ გასაქცევი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ არც ერთი ნორმალური ცივილიზებული ქვეყანა მათ აღარ მიიღებს. ამიტომ ეს საკადრო კარუსელი თუ რამეს აჩვენებს ჩემთვის, არის ის კრიზისი, მათ შორის საკადრო, მორალური, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უფევს ახლა რუსულ ოცნებაში. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს უფრო პრობლემებიდან გამომდინარეა და არა იმ შეგრძნებიდან, რომ ყველაფერს იმდენად აკონტროლებს, რომ ეს პაიკები, როგორც უნდა, თამამად შეუძლია გადაადგილოს? პაიკების გადაადგილება, რა თქმა უნდა, მას ხელეწიფება გიორგი, მაგრამ ეჭვმაკ არც მას აქვს იმის ილუზია, რომ ამით რამე შეიცვლება ან საერთაშორისო პარტნიორებთან, ან საკუთარ ხალხთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? ეს საკადრო ცვლილებები, ეს პაიკების დაფაზე გადაადგილება, საჭადრაკო დაფაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს ბევრი სვლა ნამდვილად აღარ აქვს დარჩენილი, იმიტომ რომ ის სრულ იზოლაციაში არ მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან არის პრაქტიკულად გამოგდებული, არამედ მის ეგრეთ წოდებულ დე-ფაქტო ლიდერებს პრაქტიკულად ხელს არავინ არ თმევს ქვეყნის გარეთ, ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს ვერ აკეთებს. ეს თავისთავად ივანიშვილს საერთოდ არ აღელვებს, ბუნებრივია, მაგრამ მაგალითად ძალიან აღელვებს ის ფაქტი, რომ კობახიძემ მთავარი საშინაო დავალების შესრულება ვერ შეძლო, რაც ივანიშვილმა მას დაუსახა და ეს მდგომარეობდა უცხოელ პარტნიორებთან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადაწყვეტას და ივანიშვილისთვის მისი მილიარდის დაბრუნებას, რომელიც მას სჯერა სწორედ ამ სტრატეგიული პარტნიორების შეჩერების და ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო მას, ასე ვთქვათ, არ უბრუნდება. თინა, მოდით ბარემ აქვე დავსვათ კითხვა, რომელიც დღევანდელ ფაქტს უკავშირდება და ჩემს შესავალს. კი, მეც მინდოდა ამის დაკავშირება. ხედავთ თუ არა რამე კავშირს რუსი ჯაშუშების გამოვლენასთან? კი, ნახეთ გიორგი, ახლა მე სიმართლე გითხრათ, დღეს იმდენად ჩართული ვიყავი აქ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ფარგლებში ჰქონდა გამოსვლა და შემდგომ უამრავი ორმხრივი შეხვედრა იქნებოდა ეს ბრიტანეთის დელეგაციების წარმომადგენლებთან თუ სხვებთან, რომ ვერ შევძელი ნიუსებისთვის მედევნებინა თვალი ახლოს, თუმცა თქვენ ძალიან საინტერესო შესავალი სიტყვა გქონდათ, სადაც აბსოლუტურად გეთანხმებით დასკვნაში, რომ ეს რა თქმა უნდა შემთხვევით არ ხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც 13 წელია ივანიშვილის რეჟიმს ერთი რუსი აგენტი არ გამოულენია და სხვათა შორის დღეს ბატონი კარამურზაც ვნახეთ აქ ერთ-ერთი იცით დისიდენტი და რუსული რაღაც თავისუფალი საზოგადოების ლიდერი, რომელიც დიდი ხანი პოლიტიკური პატიმარი იყო, მაგრამ ახლა ძირითადად საქმიანობს ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის სახელით, რომელმაც დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ დადო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ქართული სპეცსამსახურების ინფილტრაცია რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. წლების წინ საუბრობდა ის ამაზე, ეს იყო ღია საჯარო დასკვნა, რომ რუსული ოცნების პირობებში ამგვარი ინფილტრაცია ხდებოდა რუსული სპეცსამსახურების მხრიდან და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და გეკა გელაძემ ახლა რაც ხდება, რატო ხდება ესა თინა? რა თქმა უნდა იცოდნენ გიორგი ამის შესახებ, უბრალოდ დღეს დაჭირდათ ეს პოლიტიკური შოუ,
ეს პოლიტიკური წარმოდგენა და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამას სინამდვილეში არანაირი კონტრდაზვერვის ფუნქცია და არც სამართლებრივი ფუნქცია არ გააჩნდა, ეს იყო პოლიტიკური წარმოდგენა, პოლიტიკური შოუ და მე არ გამოვრიცხავ პირდაპირ გეუბნებით გიორგი, რომ ეს მათ შორის იყოს ერთგვარი წარმოდგენა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს ამერიკელებისთვის. გასაგები. და რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა დაადო ივანიშვილს სანქციები, რის გამოც მას არ აქვს წდომა $1 მილიარდ 430 და 670-ია დაახლოებით, თუ სწორად მახსოვს, ორი კერძო სამართლებრივი საერთაშორისო დავა ივანიშვილსა და კრედიტ სუისს შორის, რომლის შედეგადაც მას უნდა მიეღო ეს მილიარდი, მაგრამ ვერ იღებს, იმიტომ რომ სახაზინო დეპარტამენტის სანქციები გრძელდება. და რასაც იქ დასაბუთებაში წერია, რომ რუსეთს სასარგებლოდ მოქმედებაზეა ლაპარაკი. თინა, და ეხლა ნახეთ რას ეტყვის, ხა კობახიძე უკვე ვეღარ ეტყვის, იმიტომ რომ საერთოდ მისგან არაფერს არ მოისმენენ ამერიკელები, ხა პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ადამიანი, რომელიც ისმაილ ჰანიეს გვერდზე იდგა თეირანში და ისმენდა კმაყოფილი სახელმწიფო ისრაელს და ეს არის ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო ირანული ტერორისტული ქსელებისთვის რეკრუტირების ქსელის შესაძლო აწყობა საქართველოში, რაზეც ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე მკვლევარები და ინსტიტუტები ღიად საჯაროდ მსჯელობენ, ხო? ამიტომ ამერიკელები მას საერთოდ არ დაელაპარაკებიან, მაგრამ ივანიშვილი ამით რა გზავნების გაგზავნას ცდილობს. მე როგორ ვარ რუსეთის აგენტი, მაშინ როცა სახაზინო დეპარტამენტში ეს წერია, რომ ის რუსული გავლენების გავრცელების გამო არის სანქცირებული. მაშინ როდესაც აგერმენ რუს აგენტებს ეს ნამდვილად არის ძალიან საინტერესო შეფასების ფაქტი და ამ თემებზე ამ დღეებში გავაგრძელებთ საუბარს. მინდა რომ მოვასწრო კიდევ ერთი თემა და კითხვა უნდა დაგისვათ და იმის მიხედვით თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროთ ეს ცხადია უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო დავარქოთ ასე პირობითად განვითარებულ მოვლენებს ალიანსის შიგნით, ოპოზიციური ალიანსის შიგნით. თავად ბატონი სააკაშვილი სისტემატურად ეხმაურება ცალკეულ რეპლიკებს, კომენტარებს, აი სულ ბოლო თუ არ ვშტები ნახევარი საათის წინაც კი გამოქვეყნდა და უკავშირდება დროას ერთ-ერთი ლიდერის ბატონ ლემონ ჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ფორმულას სტუდიაში. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩაცხრობისკენ არ მიდის ეს პროცესი აშკარად. თავად ნაციონალურ მოძრაობაში, მათ შორის ლიდერებს შორისაც უკვე არა მარტო მხარდამჭერების მხრიდან ისმის სერიოზული კრიტიკა თავად ამ ალიანსის შემადგენელი პარტიებისა და მათი ლიდერების განცხადებებისა და პოზიციების მიმართ. რა პერსპექტივა აქვს ზოგადად ალიანსში ნაციონალური მოძრაობის ყოფნას? დგას თუ არა საერთოდ ეს საკითხი? აი წელიწადისგან მოვისმინეთ, კი არ მოვისმინეთ, ნახეთ კომენტარი ერთ-ერთ მხარდაჭერის ასე ვთქვათ Facebook გამოხმაურებაზე, რომ ის პირადად მხარს დაუჭერდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას. რამდენად წვავეთ დგას ეს საკითხი ამ მომენტისთვის და თქვენი პოზიცია როგორია ამ პროცესთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით? გიორგი, ნახეთ, მე საკმაოდ ვრცლად მომიწია დღის ერთ-ერთ ეთერში ამ თემაზე საუბარი, ჟურნალისტი. სცადოთ რომ ამ შემთხვევაში მოკლედ ვქნათ. ამიტომ პრინციპში გავმეორდები და ბოდიშსვიხთი მაყურებელს, მაგრამ დამატებით ნამდვილად არ მაქვს არაფერი სათქმელი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თითოეული პოლიტიკოსის, თითოეული აქტიური საქართველოს მოქალაქის, რომელსაც სურს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება და ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ განვითარების გზაზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური გაერთიანების და დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევის მთავარი ამოცანა უნდა იყოს კონსოლიდაცია, ხო და არა პირიქით. არა ფრაგმენტაცია, არა ურთიერთდაპირისპირება, არა განზიდვა, განხიბლა და ადამიანების კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამიტომ ჩემი ამოცანაც, ჩვენი ამოცანაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაც, როდესაც შევედით ალიანსში, იყო სწორედ ეს და ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკურ საბჭოსთან ერთად, რომლის ერთ-ერთი წევრის ერთ-ერთ განცხადებას თქვენ ახლა ციტირებთ, თუმცა ბევრი სხვა წევრია, იცით რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოლიტიკური საბჭო ყავს.
და რა თქმა უნდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად მისი ინიციატივით, მისი უშუალო ჩართულობით და მასთან ყოველდღიური კონსულტაციის შედეგად. ამიტომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და თუ აქამდე მივიდა, ასე ვთქვათ, საქმე, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებაც ასევე უნდა იქნას მიღებული. ხა პოლიტიკური საბჭო არის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და შესაბამისად ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არც ადასტურებთ, მაგრამ არც გამორიცხავთ დაახლოებით ამ მომენტისთვის ეს ვითარება აკვირდებით ამ შემთხვევაში პროცესს, მაგრამ თქვენი გავლენის გათვალისწინებით რას ეცდებოდით, რომ რა რეალობისკენ წასულიყავით, როგორც ალიანსის შემადგენელი პარტია? გიორგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ასე ვთქვათ, მთავარი ამოცანა არის კონსოლიდაცია და არა პირიქით ფრაგმენტაცია და თუ პარტიები ვერ მოახერხებენ იმას, რომ მათი თანამშრომლობა ემსახურებოდეს მოქალაქეების კონსოლიდაციის უმთავრეს მიზანს, თვით მიზანი, ასე ვთქვათ, ხო ვერ შეიძლება ვერც ერთი გაერთიანება იყოს. გაერთიანება ხო თავისთავად პოლიტიკური მიზნის მიღწევის გზა, ეს ხო კარგად გვესმის. და პოლიტიკური მიზანი არის ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი. იქნება ეს ვადამდელი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებით, იქნება ეს მასობრივი გამოსვლებით, კომბინაციაში ბუნებრივია გარეწნეხთან, რა საქმესაც აგერჩვენ ვაკეთებთ, იქნება ეს სამართლებრივი წნეხი თუ იქნება ეს ფინანსური წნეხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილზე, ხო? მაგრამ ამ პროცესის მისაღწევად ჩემი ღრმარწმენით უმჯობესია რომ ოპოზიცია მოქმედებდეს კონსოლიდირებულად. მაგრამ თუ ეს მიუღწევადია, ასე ვთქვათ და პირიქით ფრაგმენტაციას, ურთიერთდაპირისპირებას და განზიდვას იწვევს პროცესი ერთმანეთში პოლიტიკურ სპექტრს შორის და შესაბამისად შემდგომ ასევე საზოგადოებაში, ну, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია რომ ყველა ასე ვთქვათ ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ეს არის ჩემი ამოცანა როგორც პოლიტიკოსის, ეს არის ჩემი ამოცანა როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად თუ ეს დისკუსია შედგა ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკურ საბჭოში, რომელიც მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო ვცლად ასე ვთქვათ და დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მიზანი არის აქ მთავარი და იმ მიზნამდე მისვლის სწორი გზის დასახვა, რაც ამ დრომდე და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით იყო ალიანსში ყოფნა და ალიანსთან ერთად მუშაობა, მაგრამ თუ ეს ხდება შეუძლებელი, მაშინ ბუნებრივია სხვა გზებიც უნდა განვიხილოთ.